ლელიანის სათემო რადიოს ეთერში გთავაზობთ ქალთა საკითხებზე შექმნილ რადიო პიესას „თეთრი კარავი“. პიესა შედგება 14 ეპიზოდისგან, რომლის მოსმენაც შესაძლებელია ლაივ რეჟიმში 4 შაბათს და შაბათს შუადღის 3 საათზე. რადიო პიესა შეიქმნა პროფესიონალი სცენარისტების მიერ პროექტის ფარგლებში „მისი ხმა“. აღნიშნული პროექტი ემსახურება ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში, კულტურულ ცხოვრებაში. პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შექმნილია 12 სათემო რადიო. პროექტი „ჩემი ხმა“ დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს DVV International საქართველო. მოგესალმებით მეგობრებო. ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. ძალიან საინტერესო და წარმატებული ქალბატონი გვეყოლება სტუმრად. ქალბატონი ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. ჩემი მომავალი პროფესია და წარმატებას თქვენი არ იყოს წინასწარ იყო განსაზღვრული. ალბათ თქვენიც არა? ჯერ არ ვიცი რას გულისხმობთ, მაგრამ ჩემს დიდ ოჯახში მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სახალხო არტისტი იყო, ძალიან უხაროდათ თუ ვინმე სხვა პროფესიას აირჩევდა. ჩემ შემთხვევაში მსახიობობა ჩემი არჩევანი იყო და სულტყვილად ფიქრობს ვინმე თუ გონია რომ იავარდებით მოფენილ გზაზე მიწევდა სიარული. პირიქით. ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი შრომა დამჭირდა რომ თემურის შვილობიდან ეკა ჩხეიძე ყოფილიყავი. ასე რომ ზოგჯერ ხელს უფრო გვიშლიან წარმატებული წინავრები. ისე ერთი კი არასოდეს შემპარვია ეჭვი ჩემს არჩევანში და ახლა თავიდან რომ ვიწყებდი ყველაფერს, ისე მსახიობობას ავირჩევდი. ხო და ეს მართლაც დიდი ბედნიერებაა. ჩემს ოჯახში ყველა ექიმი იყო, მშობლები, ბებია, ბაბუა, სხვათა შორის ჩემი უფროსი და-ძმებიც ამ გზას გაყვნენ და ალბათ ჩემი მომავალიც უკვე განსაზღვრული იყო. ამიტომაც ყველაზე მეტ დროს ოჯახში დამხმარე ქალთან ვატარებდი. მამაჩემი შორეული ნათესავი იყო გურიდან, რომელსაც საკუთარი ოჯახი არასდროს ყოლია. ნანული ერქვა. ნანული სახსაც ალაგებდა, სასეირნოდაც დავყავდი, წიგნებსაც მიკითხავდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, როცა სადილების კეთებას იწყებდა. მაშინ მეც პატარა დაფაზე ხან ხალხს მაჭრევინებდა, ხან წვანილს, თან ხმამაღლა ყვებოდა რის მერე რას უმატებდა კერძს. 12 წლის ვიყავი ნანულის დედა რომ გარდაეცვალა და სოფელში წავიდა. 40-მდე არ ჩამოსულა. მთელი ის პერიოდი სახლში დაბრუნებულ ოჯახის წევრებს ჩემი გაკეთებული სადილი ხდებოდათ. თავიდან უფიქრიათ ეტყობა ნანულიმ დატოვა ბევრი გამზადებული საჭმელია. მერე კი როცა ყველაფერი გაიგეს, ჯერ გაოსცენ და გაეხარდათ. მერე კი ცოტა შეშფოთდნენ, რადგან ვერ ხვდებოდნენ ეს კარგი იყო თუ არა ჩემი მომავლისთვის. 40-ის მერე როცა ნანული ისევ დაგვიბრუნდა, ტაქტიანად, მაგრამ კაცრად გააფრთხილეს, რომ სამზარეულოში ნაკლები დრო გამეტარებინა, რადგან სკოლაში ბევრი სამეცადინო მქონდა და დრო უქმად აღარ უნდა გამეფლანგა. გავიდა წლები, სკოლას ვამთავრებდი და კატეგორიულად გამოუცხადე ჩემს ოჯახს, რომ ექიმობა არ მინდოდა და არც სხვაგან ვაპირებდი ჩაბარებას, რომ ჯერ კარგად უნდა გავრკვეულიყავი ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში. ამიტომაც თავად შემიწყვეს ხელი, რომ ყველა საბუთი წესრიგში მქონოდა და ფინანსურადაც არ შექმნოდა პრობლემები, სანამ სამსახურს ვიშოვიდი. ასე აღმოჩნდი ბერლინში, სადაც ჩემი ერთი მეზობელი დამხვდა და მისი დახმარებით მალევე ვიშოვე სამსახურიც. ჯერ ბავშვს ვუვლიდი, მერე ორი ოჯახის ბაღს კვირაში ორჯერ მივდიოდი და მცენარეებს წყალს უსხამდი, ბუჩქებს ვკრეჭდი. მერე მიმტანად ვმუშაობდი რესტორანში, მოკლედ ბევრი ადგილი გამოვიცვალე და 3 წლის შემდეგ კინოსკოლაში ჩავაბარე. ჩემი არჩევანი ყველას ძალიან მოეწონა. პირველი საკურსო ფილმის სცენარი ჩემი და ნანულის ურთიერთობაზე დავწერე და ზაფხულში ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად საქართველოში ჩამოვედი. ნანული უკვე კარგახნის გარდაცვლილი იყო და ვცდილობდი გადაღებებზე დოკუმენტური სიზუსტით აღმედგინა ბავშვობის ემოციები. ერთად სადილებს რომ ვაკეთებდი და უცებ ერთ დღეს ეს კარი უხილავი კედლით რომ ამიჭედეს. მოკლედ დასრულდა გადაღებები, მე ისევ ბერლინში დავბრუნდი, მაგრამ რაღაცა ისეთი ჭია შემიჩნდა მოსვენებას რომ არ მაძლევდა. ამასობაში გავთხოვდი ჩემი ქმარი გერმანელია და პირველს მას გავანდე ჩემი ფიქრები.
ჩემი იდეა მაშინვე აიტაცა და ქალაქის გარეუბანში პატარა კაფე ვიქირავეთ. ნანულის თითქმის ყველა რეცეპტი აღვიდგინე გონებაში და თვითონ დავიწყე სადილების მზადება. როგორც არ უნდა დავღლილიყავი, ეს საქმე ისე მაბედნიერებდა, რომ როგორც სხვა არაფერი რა. ცოტა ხანში იმდენი კლიენტი გამოგვიჩნდა, რომ მარტო ვეღარ აუდიოდი საქმეს და მზარეულებიც დავიქირავეთ. დღეს კი აი ამდენი ხნის მერე უკვე საქართველოშიც და გერმანიაშიც გვაქვს ჩვენი რესტორნების ქსელი და ჩემი შვილებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ ბიზნესში. თუმცა არასოდეს ჩავერევი მათ არჩევანში, რადგან ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია. დიდი მადლობა საინტერესო ისტორიისთვის. მე კი ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ თუ ადამიანი იმ საქმეს აკეთებს, რაც აბედნიერებს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აირჩიოთ მომავალი პროფესია. რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცის ნიჭი არ ქონდეს. პირველ რიგში იმაში უნდა გაერკვეს, რა გამოსდის ყველაზე კარგად და რა აბედნიერებს, თუნდაც ბევრჯერ მოუწიოს არჩეული გზიდან გადახვევა. გონი ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივიდა. მე ერთი კვირით გემშვიდობებით ძვირფასო მსმენელებო და იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს ახალი ამბებით და საინტერესო თემებით. მომავალ შეხვედრამდე.